შიდა ქართლში ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ეს გზა ახლა უკვე რუის აგარასთან დააკავშირებს 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე 1500 ადამიანი იმუშავებს. ავტობანისათვის სპეციალურად შენდება 2084 მეტრიანი ხიდი მდინარე ფრონეზე და 91 მეტრიანი სარკინიგზო გადასასვლელი. დღეს მშენებლობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეგიონალური განვითარების მინისტრთან ერთად დაათვალიერა. მანო მერაბიშვილის თქმით, გზების განვითარება ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირებას ხელს უწყობს. ძალიან კმაყოფილი როცა შევიტყვე რომ აქ დასაქმდება 1500 ადამიანი და მათი ძალიან დიდი ნაწილი იქნება ადგილობრივი ქარელის, გორის და ხაშურის მაცხოვრებელი. 1500 ოჯახში შევა სიკეთე, 1500 ოჯახი მიიღებს სარგებლოს. მაგრამ ჩვენ ამ გზის მშენებლობით სიკეთეს შევიტანთ არა მარტო ამ 1500 ოჯახში, არამედ სარგებელს ჩვენ მოუტანთ მილიონობით საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ ვაშენებთ და ვაგზელებთ მაღალი ხარისხის. მე მხაზი მინდა გავუსვა მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალის მშენებლობას. ხელშეკრულებით გარანტია ამ გზის არის 32 წელიწადი. საქართველოში ბოლო წლებში განხორციელება რეფორმებმა, მათ შორის მაღალი ხარისხის გზების მშენებლობამ კვეთრად შეამცირა ავტოავარიებისა და კვეთრად შეამცირა გზებზე დაღუპული და დაზიანებული ადამიანების რაოდენობა. მე ვამაყობ რომ ბოლო წლებში 30% შემცირდა საქართველოში ავტოავარიებში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. ჩვენი მიზანია უსაფრთხო და კომფორტული გზები, რომელიც უფრო იაფს გახდის გადაადგილებას, უფრო უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და რაც ყველაზე მთავარია, მეტ სარგებელს მოუტანს ქართულ ხალხს. მეტი ადამიანი დასაქმდება და ჩვენ ჩვენ წინ წავიწევთ იმ გზის მისაღწევად, რომელსაც ქვია საქართველოში მეტი დასაქმება, მეტი სარგებელი საქართველოს მოსახლეობას. მნიშვნელოვანია ეს მონაკვეთი, იმით რომ იცით რომ ტრანზიტული ქვეყანა ვართ, შესაბამისად ტურიზმმა სერიოზულად იზრდება და თავისთავად ჩვენ იმ ადამიანებს, როგორც ტვირთს, ასევე მოსახლეობას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შემოვა, კომფორტულად გზის მეშვეობით უნდა მოიმსახუროთ. რაც შეეხება დასაქმებულებს, იმითაცაა მნიშვნელობა, რომ აი ამ მონაკვეთზე, ეს არის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გრძელდება რუისიდან, მინდა გითხრათ, რომ 1500 სამუშაო ადგილი შევქმნით, რომელიც იქნება სტაბილური ამ ადამიანებისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში.